რაზე მოილაპარაკეს ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გამართულ სამიტზე, რომლის მიზანი იყო გეგმის შემუშავება ომის შესაჩერებლად. სამიტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამიტის ინიციატორმა ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა გამოაცხადა. მისი თქმით, გეგმას მოგვიანებით შეერთებულ შტატებთან განიხილავენ და ერთად განახორციელებენ. შეხვედრის მონაწილეები 4 ძირითად ნაბიჯზე შეთანხმდნენ. ესენია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა, სანამ ომი მიდის და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა. ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. მოლაპარაკებების მაგიდასთან კი აუცილებლად უნდა იყოს უკრაინა. სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში ევროპელი ლიდერები შეეცდებიან აღკვეთონ რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უკრაინაში მომავალში. შეიქმნება მსურველთა კოალიცია უკრაინის დასაცავად და ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კირ სტარმერმა ასევე დაადასტურა დიდი ბრიტანეთის ვალდებულება ხარი დაუჭიროს ევროპული ქვეყნების ძალისხმევას შექმნებით ხმელეთზე და თვითმფრინავებით ჰაერში. მის თქმით, ევროპას მძიმე სამუშაოს გაწევა მოუწევს, თუმცა ამასთან შეთანხმებას აუცილებლად ჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდას, რათა უკრაინა ახლავე გაძლიერდეს. მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენულობა და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი უნარების გაძლიერებას, რათა ავყვეთოთ ნებისმიერი სამომავლო თავდასხმა. მეოთხე, ჩვენ უფრო შორს წავალ და შევქმნით მსურველთა კოალიციას, რათა უკრაინაში შეთანხმება დავიცვათ და უზრუნველყოთ მშვიდობა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიცაა მინსკი, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია დაარღვიოს მე არ მსურს კონფლიქტი უკრაინაში, ევროპაში და რა თქმა უნდა დიდ ბრიტანეთში. მე მინდა სტაბილურობა გაერთიანებულ სამეფოში. სტაბილურობის უზრუნველყოფა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უზრუნველყოთ უკრაინაში შეთანხმების დაცვა, რადგან ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ ევროპაში კონფლიქტი წარმოიშობა ის ჩვენს ნაპირებსაც მოაღწევს. სამიტზე ასევე განხილული იყო უკრაინასა და რუსეთს შორის ერთთვიანი ზავის დადების შესაძლებლობა, თუმცა Financial Times-ის ინფორმაციით ამ გეგმას დიდმა ბრიტანეთმა მხარი არ დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის იდეის შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Figaro-სთან ისაუბრა და თქვა, რომ ზავი უკრაინასა და რუსეთს შორის პირველ ეტაპზე ჰაერიდან და ზღვიდან შეტევებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას გულისხმობს. Financial Times-ის ინფორმაციით დიდი ბრიტანეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის იდეა უარყოფილი იქნა, რადგან გაერთიანებულმა სამეფომ მიიჩნია, რომ ზავი მოსკოვს გადაჯგუფებისა და პოზიციების ძლიერებლად დროს მისცემდა. ლონდონში გამართული სამიტი დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ დასავლელი ლიდერებისგან ის ძლიერ მხარდაჭერას გრძნობს. ისევე თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის მყარი საფუძველი ჰქონდეთ. Як підсумок цих днів чітка підтримка Європи. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა დაუსრულებელი ომი და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები. უახლოეს მომავალში ყველა ჩვენგანი ევროპაში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საერთო პოზიციებს, ხაზებს, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ და ხაზებზე, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა არ შეგვიძლია. ეს პოზიციები წარადგინება ჩვენს პარტნიორებს შტატებში. ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა და ომის დასრულების შესახებ სწორი შეთანხმება ნამდვილად ჩვენი საერთო პრიორიტეტია. ლონდონში სამიტის გამართვა ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 28 თებერვალს თეთრსახლში შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ გადაწყვიტა. შეხვედრის მონაწილე დასავლელ ლიდერებს შორის იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო, ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეხვედრას სულ ევროპული სახელმწიფოების 13 პრემიერ-მინისტრი და 2 პრეზიდენტი დაესწრო. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა თქვა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ამერიკის შეერთებული შტატები სანდო მოკავშირედ რჩება. ლონდონში გამართულ სამიტზე უკრაინასთან ერთად განხილვის საგანი მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაც იყო. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. ჩვენ სწრაფად უნდა შევაიარაღოთ ევროპა. ამის შესახებ გეგმას ევროკომისია ევროპულ საბჭოს 6 მარტს შესთავაზებს. ჩვენ ძალიან უნდა გავძლიერდეთ. ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ეს საჭიროა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და შესაბამისად გავაძლიეროთ თავდაცვა. ევროპელი ლიდერების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესაძლებლობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც გააკეთა კომენტარი. მან სამიტი დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ევროპული ქვეყნები საკუთარი თავდაცვის ხარჯებისა და უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით უფრო უნდა გააქტიურდნენ.